დილა მშვიდობის, გოგოებო, როგორ ხართ? როგორც შეგვიდით, გუშინ პომადა ვაწავშოთ თქვენთან ერთად. პომადა წავისვათ ერთად. და თან გაჩვენებთ, როგორი შეფუთვა აქ. ნუკის აი ესეთი ლამაზი პატარა ჩანთა. და აი ესეთი შეფუთვა პომადას. ნახეთ. წენიც წავისვი. ეს იმას რო ვიყიდე წენები. იმაშია ერთ-ერთი რა ვიცი, მომეწონა. ბზინავს. ესეთი შეფუთვა აქვს. აი ესეთი. მთელი დღე ძლებს გოგოებო. მთელი დღე. ძალიან უბრალო შეფუთვა აქვს, მაგრამ ის მაგალითად ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა ათხლა ვიდრე შეფუთვას. და ძალიან კარგი ხარისხის პომადაა მივაგენი. ზუსტად ისეთია. აი ყოველდღიურად რომ მინდა მე, როგორიც მე მინდოდა. ზუსტად. და მომწერეს რომ რა ნომერიაო ეს პომადაო და ნომერი არ ვიცი არა აქ მე მგონი ნომერი კენდი. კენდი აწერი. ესე ქვია სახელი. ყავა არ დამილევია ჯერ. ესე. და ეხლა წავისვათ პომადა. მე დავლიოთ ყავა, გოგოებო. სუნცით გაიაკ. აი მას რა მომეწონა ეხლა ტყუილა და რო აქებ. შეთაველოდეთ. ცოტა ხანი. ნახეთ. ძალიან ლამაზია. მე მაქვს ძალიან პატარა ტუჩები. და ესეთი ფერი მჭირდება. რო ცოტა მოცულობა
ცოტა ოდნავ უნდა ბზინავდეს კიდეც როგორც ეს და ანუ ვარდისფერი ან იისფერი უნდა იყოს პომადა, რომ მოცულობა მისცეს ტურჩს. მიიღო ფერი უკვე. და არის ძალიან ლამაზი ფერი. არა, კიდე უფრო გავარდისფრდება ეს. უფრო მიიღებს ფერს თანდათან. დილითაც კი მქონდა ფერი, გუშინ ხო დავიბანე პირი. და მაინც მქონდა დილით შემორჩენილი ტუჩზე ფერი. წავიდეთ ახლა და ცოტა სუნამო დავისხათ ეს ჩემ სუნამოც აქ გამოვიტანე თქვენთან ერთად. ეს არის ეიფორია. ძალიან მომწონს ეს სუნამო. მიყვარს. ყოველ დღე ვხმარობ. ყოველ დღე. აი ეს დარჩი ჩემი ნამცხვარი. დილით ეს ხა დამხვდა. ავას დავლებ და პომადა ისევ ესე მექნება. ხო და სხვა რაღაცებიც უკვე დამაინტერესდა. ის პროდუქციიდან გოგოებო ეს რომ მომეწონა. უკვე დამაინტერესდა სხვა კოსმეტიკაც. ეს ჭიქა არ მინდა. და ეს მოხოთ რამდენიმე. აი ამაში მოვატოვებ. ხო და შეიძლება სხვა რაღაცეებიც სინჯო და ვიყიდო. ხო, რაც მე მიხდება ახლა. აი მატი ტუჩსაცხი. მატ ტუჩსაცხს მე არ ვიყიდი მაგალითად. აღარ ვიყიდი. უჩხელა. მას ყურეს როგორ წინავ შეხედეთ. აი, უგემრიელესია. უგემრიელესი.
მოჩა. იქით მინდა ისევ გავიდეთ. გუშინ ეკლესიაში ხო ვიყავი, გოგოებო, ისეთი კარგი იყო, რომ არ ვიცი რა, ძალიან დიდ სიმშვიდეს ვგრძნობ ხოლმე. ხშირად ვერ მივდივარ, მაგრამ როცა ვახერხებ, ძალიან სიამოვნებს. ეგ დღე არის ხოლმე ჩემთვის სიმშვიდე. შემცირდა გუში. ღამე, პანჯარა ღია გქონდა. და იწვიმა. ეს წვიმები ვერ დასრულდა. გემგერია. ბანკარი მეცლება. იმიტომ რომ არ გამომადგა. არა და ძვირიღის ძალიან. როგორ ძალიან, მაგრამ ძვირიღის, მე მგონი 13 ლარი. კონტურისთვის ახლა იაფიც არ არის. ამიტომ ჯობია ცოტა დაამატო კიდე, ახლა ამ პომადაში მივიცი 30-29 ლარი. ჯობია რა დაამატო ცოტა და იყიდო კარგი. შენი ადგილი აქ არ არის ახლა და დაგბლოკავ ვიღაცა ხარ. არ მოგწონს და გაიარე, ასკროლე, გაატარე. ჟანა საყვარელ ლარიანებში რომ გაზის ანთებელა იყიდება 3-4 თვე გეყოფა დაისვენებო. გოგოებო ასანთი მიყვარს. არ ვიცი, იმიტომ ყიდულობ, თორე ქონდა ადრე ეგიც. არა, 4 თვე არა, მალე მელევა. მე მალე გამომელია, რა ვიცი, შეიძლება ხარისხებშია. კომენტარს რომელიც გულზე მეხება ცუდად ბლოკავ. ცუდად რომელიც მეხება გულზე, უკვე ლანძღვაზე არ არის აქ ლაპარაკი. რავალდებული ვარ გოგოებო, მე ჩემ არხზე ვიღაცა გზა აბნეულების ასე ვთქვათ ბუღმები ავიტანო და ჩემ საყვარელ ასე ვთქვათ ბაღში, რომელსაც ყოველდღე ვუვლი, შემოიტანონ ეს ბუღმები და აქ ანუ დატოვონ და განთავისუფლდნენ. მე ვადებული არ ვარ, არ ვიტოვებ მე. გიბრუნებთ უკან. ყველას. სიკეთესაც, რომელიც არის ჩემ არხზე. მადლობა ღმერთს 95%. რა მეტი. აღარ მინდა ის.
და იმ ბოგმასაც, რომელიც გულში გაქვთ და სხვას კი არ უნდა მიაყარო. ეკლესიაში წადი, აღსარება თქვი, ილოცე, პირველ რიგში ღმერთს უთხარი, შენი გასაჭირი. ბოღმით რო დადიხარ, შხამით რო დადიხარ, ეგ ძალიან ცუდია. პირველ რიგში შენთვის არის ეგ ცუდი. მე ვფიქრობ, რომ არავინ აღარ იღებს ამ ყველაფერს, ხვის ბოღმას მე რატომ მივიღებ და რატო ვატარებ და რატო ჩავარეცხინებ აქ. ის კი არა, Facebook-საც აღარ ვუყურებ, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცა ის არის ნეგატივი გოგოებო და რაც აღარ ვუყურებ დავისვენე რა. ძალიან ბევრი ნეგატივია. ძალიან ვფრთხილები ჩემ ჯანმრთელობას. ამაზე ვარ გადამდგარი, რო იტყვიან. აუცილებლად ვაგრძელებ ჩემ არხს, რომელიც მაცოცხლებს, მახარებს, მიყვარხართ ძალიან და ნეგატივს აქ არ დავუშვებ, არ შემოვუშვებ. ორ ადამიანს ვუყურებ სულ. არა, სამს. რომლებიც იღებენ ბაღებს უვლიან, თავიანთ ბაღს, სადაც ცხოვრობენ. სამ ადამიანს ვუყურებ სულ. და სამივე არის მაგ სტილის ვიდეო. ძალიან მომწონს, მუსიკა რო ადევს. ხოლმე თუ იცით. მუსიკა ადევს და რაღაცა ფუსფუსები თავიანთვის ეს გოგოები. მეტი აღარაფერს აღარ ვუყურებ გოგოებო. არც TikTok-ი, აი ძალიან იშვიათად რა უნდა მოხდეს, რომ შევიდე Facebook-ზე და TikTok-ზე. ძალიან იშვიათად, ეს არ არის ყოველდღიური. ვუფრთხილები ჩემ თავს ძალიან. თერთმეტზე ვიცინებ. ვაზე გავუღუდე დღეს. მოვაწესრიგებ ამ ყველაფერს კარგად. და მერე ვარჯიში. დარბაზში ისე უნდა მივიდე. ძალიან გემრიელად დავლია. ესეთ პოზიტივი,
დიდით მე ჩემთვის ეს არის პოზიტივი თქვენთან პოზიტიურად დაწყება დილისა თქვენთან მოსვლა ვიდეო და ერთმანეთის გამხნევება გიხდება ჟანა გლოსი მაგარი ფერია რა ნომერია მომწერე და რა ფირმა საჩუქრად მინდა შენსავით ლამაზ გოგოსთვისო მადლობა ჩემო საყვარელო გითხარით ხო უკვე ის პოინტში ვიყიდე სტენდზე ფაზით გითხარით და სადაც ვიყიდე ისიც გითხარით და მე მგონი რომ ყველგან იყიდება ხო წენები ძალიან კარგი აქვს ახლა მე რაღაცა მისვია ხო ესეც ცუდი არ არის მაგრამ წენები ნუკის კარგი აქვს ავი თითო რო ისმევს მომწონს ხოლმე და არ ვიცი რატო არ მაღიზიანებენ მე მაგალითად ადამიანები არ მაღიზიანებენ ლიკით ხო ამ ბოლო დროს ინსტაგრამზე უფრო შევდივარ ხოლმე სხვათა შორის გოგოებო პირიქით ესე იგი სიამოვნებს თუნდაც სნუკის წარმატება რო ხედავ თან ახლა ვიყიდე პირველად და ძალიან მომეწონა და წარმატებას ვუსურვებ ამ გოგოს იმიტომ რომ შრომობს და იმიტომ რომ თავისი შექმნა ხო რაღაცა და ქართველია თან და რა ვიცი რატომაც არა გულშემატკივრობ ასე ვთქვათ რატო უნდა მაგზიანებდეს ეს ყველაფერი ჩემამდე არ დადის და კომენტარებს რომ ვკითხულობ ხოლმე ზოგჯერ ხო მისი ვიდეოების ქვეშ გასაოცარია ეგ ყველაფერი პირდაპირ ხალხი როგორ იფორმება ანუ ჩერთა კი არა მარტო ყველასთან რა გამიგვირდეს ჩემი გოგოებო ჩემთან კი არ ამბობენ მარტო ამ რაღაცა ცუდებს ანუ ყველასთან ეს არ არის საერთოდ გასაკვირი უბრალოდ უნდა ყურადღება არ მიაქციო ამ ყველაფერს ესეთი ხალხი ჩამოიცილო მე არ ვაჭაჭანებ ჩემ არხზე იმიტომ რომ როცა უკვე ძალიან დიდ ნუ YouTube-ს აქვს ეს ფუნქცია რომ მე მომდის ჯერ ხო კომენტარები ალბათ Facebook-ზე და Instagram-ზე არ ვიცი არის თუ არა ეს ფუნქცია ალბათ შეიძლება TikTok-ს აქვს რომ მთლიანად დაბლოკო ან უნდა წაშალო და ეხლა თუ მაგალითად ძალიან გაიზრდება ჩემი არხი ხო და მომივა ძალიან ბევრი კომენტარი ხო ვეღარ შევძლებ გამოქვეყნებასაც ვერ შევძლებ მთელი დღე ხო არ ვიჭდები და მაგას ხო არ მოვუნდები ანუ რომ ის გამოვაქვეყნო ხო ის კომენტარები ანუ მათ ან უნდა დაბლოკონ და რა თქმა უნდა ეს არ უნდათ ხო იმიტომ რომ ბევრი კარგსაც უწერს და ან კიდე მთელი დღე უნდა იჭდნენ და შალონის თუდი კომენტარები და რა თქმა უნდა ეგრე ძალიან ძნელია ვერ გასწვდებიან ძალიან ბევრი კომენტარები ვისაც ძალიან დიდი აუდიტორია ყავს ბევრი კომენტარებიც მისდით და რთულია ძალიან რომ გასწვდე ამიტომ იქ ხოლმე ძალიან კარგად ჩანს ხოლმე საზოგადოების ისა რა ქვია ბოღმები როგორ შურთ სხვისი ეს არის შური და მეტი არაფერი ჩემი აზრით შური წავედი და აი ნახეთ ისე ვისია ჩემი პომადა. ხო დავდიე ნამცხარი ჩუჭამე.
ყავაც მივირთვი, ჭურჭელაც მივირთვი, გემრიელად. მაგრამ ეს ისე ვისია. წავედი, გაკოცეთ, გოგოებო, მიყვარხართ და როცა თუ დილა დავიწყოთ. აი ესე პოზიტიურად რაღაცნაირად შევიქმნათ ჩვენი მყუდრო გარემო, სადაც ვიგრძნობთ თავს, ნახეთ როგორ დაცულად, მშვიდად, წყნარად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის ძალიან რთული დრო, ძალიან ისეთი ძიმე ძნელად ასატანი პერიოდი ეწოდება ჩვენ დროს, იცით? ნახეთ, ძიმეთ, ძნელად ასატანი დრო არის ეს დრო, ბიბლიურად ესე ეწოდება. და ეს მძიმეთ, ძნელად ასატანი პერიოდი ღვაწლი კი არ ვესრულოთ ერთმანეთს შევეხიდოთ. ერთმანეთის ტვირთი ატარეთო. მით უმეტეს ამ მძიმედ ძნელად ასატან პერიოდში სიტყვით მაინც უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი და ეს ხო ძალიან ადვილია შევეხიდოთ ერთმანეთს. ეს არის ზუსტად ერთმანეთის ტვირთის ტარება. და ეს ძალიან კარგია. ეს არის სიკეთე ზუსტად. და კარგი. აი ეს. ჩვენ შეგვიძლია ეს მხოლოდ გვიყვარდეს და რაღაცა გავუკეთოთ ერთმანეთს კარგი. არ არის ეს რთული. სიტყვა სიმხელა ძალა აქვს. შეიძლება ადამიანმა მთები გადადგას. იმხელა ძალა აქვს და შენ შეგიძლია ძალიან დიდი мотиваცია მისცი ადამიანს შენი სიტყვებით, გოგოები. შევეხიდოთ ერთმანეთს და მივეხმაროთ ამ ტვირთის ტარებაში ერთმანეთს. ამ ძიმე ძნელად ასატან დროში, რომელიც სწორედ რომ ეხლა გუშინ ძალიან ბევრ რაღაცაზე მე და გიამ ვილაპარაკეთ სკოლაში, რომ ვიყავით და ისეთი კარგად ვიყავით. ძალიან მომაკვდა გია რა, ანუ ჩვენ ხშირად გავდიოდით ხოლმე და ეხლა ძალიან ბევრს მუშაობს. იმიტომ რომ მანქანა ხო იცით რომ მანქანა ჩვენ ესე ფული არ გვედო და ესე არ ვიყიდეთ, ანუ ვიხდით მანქანის ვარდს და უწევს უფრო მეტი მუშაობა, ხო და გუშინ დაისვენა და სკოლაში რო გავედით იმდენ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრი რაღაცები გადავაფასე და ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა. ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. მთელი საღამო მაგალებზე ფიქრობდი, მერე მაგ საკითხებზე, როგორ უნდა გავიმარტივო ცხოვრება, რას უნდა მივაქციო უფრო მეტი ყურადღება, რას არ უნდა მივაქციო უფრო ყურადღება და ცოტა ჩრდილში გადავიტანო და ანუ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვიფიქრე. აუცილებელია ხოლმე ზოგჯერ ესეთი გასვლები თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად და საუბრები და ფიქრი. ძალიან საჭიროა, აი ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. მე ისედაც ყოველდღე მაგას ვამბობ, რომ დღევანდელზე ვიფიქროთ, ცხოვრება მიდის, რაღაცა დრო გვაქვს მოცემული, დროის მონაკვეთი გვაქვს ჩვენ მოცემული, ხო და ვიცხოვროთ გოგოებო.
ბუნებასთან მეტი ურთიერთობა, რა არის ცხოვრება. ეს არის ცხოვრება. შვილებთან და წვრილმანებში ვეძებოთ სიხარული, რომელიც ყველას ცხოვრებაში არის. თავარი არის, რომ დავინახოთ ეს. შევამჩნიოთ. ჩემთვის არის 2025 წელი სასწაულად გარდამტეხი წელი და კარგი წელი. შარშანდებთან შედარებით ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მიდის ეს წელი. შარშან ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა მე, ხო იცით? ყველაფერი იცით თქვენ. ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა და გადავიტანე ეგ წელი. და ეს წელი 2025 ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს, ვფიქრობ და 2026 იქნება უკეთესი. ხო, აი ესე კაცი იმედით ცოცხლობს, ხო, ესია და იმედი მოგიშალოთ ღმერთმა. გაკოცეთ კიდევ ერთხელ და დროებით.